როგორ მოდის ბოტოქსი. ეს სპეციალური შეფუთვით, დამცავი ფენა, ყინულის კუბები. პროდუქტი იყოს შენახული ცივად, იმიტომ რომ ამ პროდუქციის დატოვება ყინულის შესაბამის ტემპერატურის გარეშე არაერთი შემთხვევაში არ შეიძლება, არც ტრანსპორტირების დროს და არც გამოყენების დროს შეიძლება გარეთ კონდეს პროდუქტი, რომელსაც უკვე გააზავებ, მხოლოდ რამდენიმე წუთი და შემდეგ უნდა დაბრუნდეს საჭირო ტემპერატურაზე. თვითონ პროდუქცია, ეს კიდევ ერთი ყინულის ფენა, ქვემოთ მოვიდეს პროდუქტი საღით, არ დაზიანდეს, ეს არის სპეციალური დამცავი შრე, რომელიც ასევე იცავს პროდუქტის დაზიანებით, ამჯერად მხოლოდ 3 ცალი გამოვიწერეთ, რომ თქვენ განახოთ, როგორ მოდის ეს ყველაფერი. ეს არის 100 იუნიტის თითო ბოტოქსის პროდუქცია, რომელსაც ამ წუთასვე შევინახავთ. აქ. დამატებით პროდუქციას, ისეც ასე. კითხვაზე პასუხი შეიძლება თუ არა შემოიტანო პროდუქცია სხვა ქვეყნიდან და აქ გამოიყენო, არის არა, არ შეიძლება. პირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ეს არის ფედერალური დანაშაული და ეს ისჯება კანონით, სხვათა შორის საკმაოდ მკაცრად. მეორეც არ შეიძლება, იმიტომ რომ არ არის გარანტია იმის, რომ პროდუქცია წარმოებული არის ყველა სტანდარტის დაცვით, რომ პროდუქცია არის სუფთა, რომ პროდუქციაში არის დაცული სწორი დოზირება, რომ შემთხვევით რაიმე მინარევი არ იყოს, რომელმაც შეიძლება მიაყენოს პაციენტს ზიანი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ შეხედოთ პროდუქციას, შეხედოთ ხუთს, შეხედოთ ვარგისიანობის ვადას, იკითხოთ, სად არის პროდუქცია წარმოებული, ეს არ იწვევს არანაირ აგრესიას პირიქით. თუ კი თქვენ შენიშნეთ, რომ ამან გამოიწვია რაღაც დისკომფორტი, ალბათ ჯობია, რომ სადმე სხვაგან გაიკეთოთ ეს ინექცია, რადგან სარწმუნებული იყოთ, რომ რასაც თქვენ მოიხმართ და რაშიც თქვენ იხდით თანხას, არის სუფთა პროდუქცია და რომელიც არ მოვაყენებს თქვენს ჯანმრთელობას არანაირ ზიანს. გახსოვდეთ, რომ ეს არის ბოტულინის ტოქსინი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტოქსინი, რომელიც არსებობს ბუნებაში, ამიტომ ამ პროდუქციის წარმოება, სისუფთავე, ტრანსპორტირება, დოზირება უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული, იმისთვის რომ აირიდოთ არასასურველი შედეგი და არასასურველი გართულება. ვიყავით ყურადღებით, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და გაუფრთხილდით თქვენს ფინანსებს.